Выдвигаемся. Выдвигаемся за танком идем. Чуть правіше, рассредоточьтесь. Все в укрытие. Вниз. Норы, занимайте, кто там? 2023 წლის მაისი. უკრაინის არმია იწყებს კონტრიერის ბახმუტის მახლობლად. 10 წელია ომს ვიღებდა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისეთი ბრძოლის გადაღება მიწევს, საიდანაც შეიძლება ვეღარც დავბრუნდე. Зараз рухаємося. ჯარისკაცებთან ერთად მარჯვენა ფლანგის გასაწმენდად გავემართეთ. სასტიკი ბრძოლა იყო. წინსვლა ვერ შევძელით, რადგან ოპერატიულ ალყაში ვიყავით. ვოლოდიმირ კოვალჩუკთან ერთად ვარ. მისი სახმობის სიგნალია ადვოკატი. ომამდე იურისტი იყო, მაგრამ სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან საბრძოლო ევაკუაციის ექიმად მუშაობს. ყველა სახეს ვსწავლობ. ვცდილობ თითოეული დავემახსოვრო. ეს არ არის მათთვის, ვისაც სუსტი ნერვები აქვს. ნაშთები იქ არის. აქ ნახეს მათ ჯოჯოხეთი. აქ ეკავათ პოზიცია. ჩვენ შევუტიეთ. სამწუხაროდ ერთი ჩვენგანი ცხედრის ევაკუაციის დროს მოკლეს. ჩვენ ყოველთვის ვაგროვებთ ჩვენი დაღუპულების გვამებს, რათა ოჯახებმა მიიღონ კომპენსაცია და ისინი შინ დაკრძალონ. ერთი ჩვენგანი ევაკუაციის დროს მოკლეს. მამაც სურად მოკვდა. გვამის გამოსატანად ადგა და მოკლეს. ორმოში სწრაფად. შეტევის დროს რუსი ჯარისკაცი დაატყვევეს. ადვოკატი უხსნის, რომ გადარჩება. საიდან ხარ? სწრაფად. ურიატეთი, ულანუდე. რომელი ნაწილი? ერთი წამით ბიჭები. ნუ გამოიგონებ სიმართლე თქვენ. მერვე პოლკი. ითანამშრომლეთ უკრაინის დაზვერვასთან და ყველაფერი გულახდილად თქვით. ჟენევის კონვენციების თანახმად თქვენ გარანტირებული გაქვთ ადამიანური მოპყრობა. შეგიძლიათ აირჩიოთ, ან ჩვენს ჯარისკაცებზე გაცვლა, ან დარჩეთ ომის დასრულებამდე და მერე გაგიშვებთ შინ. გესმით? დიახ. წესიერად თუ მოიქცევი, ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი კარგად იქნება. უკრაინა გაიმარჯვებს. ბიჭები მოტივირებულები არიან დანაკარგების მიუხედავად. ეს ვოლოდიმირის ბოლო კადრებია. ერთი კვირის შემდეგ თავდასხმის დროს ის დაიკარგა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად 2025 წლის ზაფხულისთვის 70,000 ადამიანი ითვლება დაკარგულად. მათი უმეტესობა ჯარისკაცია. ეს რიცხვი მუდმივად იზრდება. ყველა დაკარგულს თავისი სახელი აქვს. ჩვენ ისინი უნდა ვიპოვოთ და სახლში დავაბრუნოთ.
ბევრჯერ მithქვამს, რომ რუსებსა და უკრაინელებს ერთ ერად მივიჩნევ. ამ გაგებით მთელი უკრაინა ჩვენია. ჩვენ ძველი წესი გვაქვს. არა გამონათქვამი, არა იგავი, არამედ წესი. ჩვენი მიწა იქ არის, სადაც რუსი ჯარისკაცის ჩექმა. ეს დოკუმენტური ფილმი 2025 წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე გადავიღეთ. კიდევ ერთი ცდელობის დროს აიძულონ რუსეთი დაასრულოს ომი უკრაინასთან. რამდენიმე ჩანთა დაგვრჩა. ცოტა საწვავი. კარგი, წავიდეთ. ოლექსი იუკოვი ბახმუტის მახლობლად მიემართება დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების მოსაძებნად. ცაში დრონებმა ბრძოლის ველი შეცვალეს. საქმე გადარჩენაზეა. ახლა სულ სანადირო თოფებით დავდივართ. იმდენი დრონი არ უმბრალოდ არც კი ვიცი, სრული სიგიჟეა. დაღუპულების ძებნაში 27 წელი გავატარე. ეს არის ჩემი მისია დედამიწაზე. რატომ რისკავთ თქვენ სიცოცხლეს ძვლების შესაძლებლად? რისთვის ხართ მზად, რომ შვილი ბრძოლის ველიდან დააბრუნოთ? ყველამ უნდა დაუსვა საკუთარ თავს ეს კითხვა. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყოველთვის. იმიტომ რომ ჩვენ მკვდრებს ვერ გადავარჩენთ. ჩვენ გადავარჩენთ ცოცხლებს. ამგვარად ვრჩებით ადამიანებად. როგორი ადამიანები ვიქნებით თუ თავს ნებას მივცემთ, სხვისი სიცოცხლე თუნდაც დაკარგულებისა არაფრად ჩავაგდოთ. სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანი ჩვენი ბიჭების დაბრუნება, მათი ამ ჯოჯოხეთიდან გამოყვანა. რათა სხვებმა დაინახა, რომ ყოველფერს ვაკეთებთ იმ ადამიანების დასაბრუნებლად, რომლებმაც არ მხოლოდ სიცოცხლე, არამედ მომავალიც დათმეს. გესმით, მათ თავიანთი მომავალი სხვების მომავლისთვის დათმეს. ჩვენ ვიღებთ ძიგას და მანქანაზე ვაყენებთ ახალ რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემას. ყოველთვის როცა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულის ნეშტს პოულობ, ძალიან ტკივაგული. 80 წელი მოუწიათ ლოდინი, რომ ღირსეულად დაემარხათ. ეს საბჭოთა აზროვნებაა, წაშალეს ადამიანების ვინაობა, დააკნინეს მათი წვლილი ბრძოლაში. დამარხეს ისინი ერთ ორმოში და თქვეს, აქ გმირები განისვენებენ. დაავიწყოთ ეხსენებინათ, რომ ყველა ამ гмирს თავისი სახელი ჰქონდა. І розповідали, що тут поховані герої, блін. І все. А то, що у кожного цього героя було ім'я. Забули сказати. Все. Ну все. Нехай вищі сили бережуть. წვავენ ქალაქებს, სოფლებს მიწასთან ასწორებენ. მხოლოდ ნანგრევები რჩება. ცოცხალი არავინ არის. რუსეთი უარყოფს სამშვიდობო წინადადებებს. ჩვენ ყველას გვესმის, რომ უკრაინის დამოუკიდებლობა უკრაინელების გადარჩენის საკითხია. უკრაინა თავს დაიცავს. Україна буде захищати. დნეპროპეტროვსკი, ნოვოკუდაცკის სასამართლო მედიცინის განყოფილება, მორგი. ბრძოლის ველიდან აქ ყოველდღიურად ჩამოაქვთ დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრები. მათი მისი გამოყვანაც შესაძლებელია. მიმდინარე ბრძოლების გამო ყველას დაბრუნება შეუძლებელია. ეს განყოფილება ძირითადად უცნობი სამხედრო მოსამსახურეების ცხედრებს იღებს. მათი ასაკი 25-დან 60 წლამდეა. რთულია ყოველდღე.
ვერ იტყვი როგორც ზოგიერთ გონია რომ სამედიცინო პერსონალი ამას მიჩვეულია. შეუძლებელია ადამიანურ მწუხარებასა და ტანჯვასთან შეგუება. მაგრამ მე და ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ უბრალოდ შევაჩერეთ ჩვენი ცხოვრება. ზოგმა კი ის დაკარგა. Можешь где там следующего. Да. Складно бачити ძნელია ამ დაღუპული ახალგაზრდების ყურება. цих молодих людей, які загинули. А потім შემდეგ კი შეხვედრა მათ ოჯახებთან, რომლებიც ამოსაცნობად მოდიან. ძნელია მათი ტკივილისა და მწუხარების ყურება. ну, страждання, горе. კისერზე თოკის კვალი აშკარად ჩანს. აი წინაკბილებზე ხიდი, აი ნათლად ჩანს. 6 თვეზე მეტია ლუდმილამ ძმის შესახებ არაფერი იცის. ის ბრძოლის დროს დაიკარგა. მასთან ერთად კიდევ ერთი იყო. მათი თქმით ორი გვამი იყო. მე გეტყვით ვინ იყო. კოროლი და მგონი კიდევ ერთი, თუ ლოზოვსკი. კოროლი ვალერი მიკელაძე დაბადებული 1986 წელს, ის 2024 წელს 19 დეკემბერს ჩაირიცხა ჯარში. სექტემბერში მივიღეთ შეტყობინება, რომ განსაკუთრებულ ვითარებაში გაუჩინარდა. ტერიმის რაზმს ჩაუსაფრდა. მამა არ გვყავს 4 შვილი ვართ, ჩემი ძმა ჯარისკაცი იყო. ოჯახში კაცი ის იყო, კეთილი და მზრუნველი. ყოველთვის მზად იყო დახმარებისთვის. Слухняний, добрий, чуйний, відзивчивий. ლუდმილას ცოტა ხნის წინ შეატყობინეს, რომ მისი ძმა ვალერი სავარაუდოდ ამ მორგშია. ახლა მანის უნდა ამოიცნოს. არ ემთხვევა. ფეხსაცმლის ზომა არ ემთხვევა. რა კოშმარია. ისინი მაშინვე უარყოფას იწყებენ ხოლმე, ის არ არის, თმა სხვანაირად აქვს, ტანსაცმელი მისი არ არის, თითები მისი არ არის, არაფერი მისი არ არის. მესმის. უფრო ადვილია თქვა ეს ის არ არის, რათა დედამ იმედით იცხოვროს და უფრო მშვიდად იყოს. მაგრამ მანამდე მისი შვილი აქ იქნება და ამოცნობას დაელოდება და არა საუკეთესო პირობებში, მაცივარში სამწუხაროდ. На жаль, не в кращих умовах в рефрижераторі, на жаль. ვიქტორია ჰარაშჩენკო ყოველდღიურად აღნუსხავს ახალ გვამებს. ის იწერს მათ პირადობის მოწმობებს, ათვალიერებს პირად ნივთებს. იმახსოვრებს ასობით ცხედარს და მათ დეტალებს, სქესს, სავარაუდო ასაკს, სხეულის ტიპს, თმის ფერს, დაზიანებებს, სვირინგებს. ცხედრების მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მაგრამ იდენტიფიცირება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ველოდებით ნათესავების მოსვლა სამოცნობისთვის. ყოველდღიურად ათობით ადამიანი ურეკავს ვიქტორიას. ყველა მათგანი ეძებს ახლობლებს. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, თუ მშობლები დნმ-ის ნიმუშებს წარმოადგენენ, იდენტიფიცირება შეიძლება 6 თვემდე დასჭირდეს, თუმცა მაინც ძალიან დიდი დრო სჭირდება. შემდეგ ისინი მირეკავენ. ცხელი ხაზი მაქვს. ისინი მეკითხებიან, როგორ შეიძლება ამის დაჩქარება, რატომ გრძელდება ამდე ხანს. ჩვენ წინასწარ ვაფრთხილებთ მათ, რომ ამას დრო სჭირდება. თუ ამოცნობის ყველა მეთოდი არსებობს, უმჯობესია ამის გაკეთება. სამწუხაროდ დნმ-ის ტესტს ძალიან დიდი დრო სჭირდება. То краще зробити пізнання, бо дуже довгий цей процес ДНК, на жаль. დნმ-ის ნიმუშები კროპივნიცაში რომ ჩავაბარეთ, არა, ვინ მოგვაწოდა ნიმუშები? დედაჩემა და მე. თქვენ მისი და ხართ? მისი ბიოლოგიური და. დედა თქვენი და მამა თქვენი? მამა არ გვყავს. არა, მშობლები საერთო გყავთ? დიახ. გამომძიებელს დაურეკეთ, მინდა რომ დაველაპარაკო. აქ მაქვს ყველაფერი, თუ მიპასუხა.
საქმე ასეა, დედისა და დის დნმ-ზე ექსპერტების დასკვნები დაგვჭირდება, რათა გვამთან შედარებითი ანალიზი ჩავატაროთ. Გვესმის, რომ ამას დრო დასჭირდება, უბრალოდ გვინდა გაგაფრთხილოთ, რომ საქმე უსაფრთხოების სამსახურს არ გადასცეთ. გთხოვთ ექსპერტიზის დასკვნები Viber-ის ან WhatsApp-ის საშუალებით გაუგზავნოთ დას. ჩვენ მასთან შევთანხმდებით და შედარებით ანალიზს დავგეგმავთ, კარგი? კარგი, მადლობა, ნახვამდის. Ულწრფელად არ ვიცი, როგორ ვანუგეშო ეს ოჯახები. რა უნდა უთხრა მათ, რა სიტყვები უნდა იპოვო. ყველაფერი კარგად იქნება? როგორ შეიძლება ყველაფერი კარგად იყოს, როცა ასე არ არის? გაივლის? ეს არ გაივლის. წუხარება შეიძლება მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. ჩემს ნაცნობებს შორის ბევრია დაკარგული. ზოგი უკვე დაბრუნდა ტყვეობიდან. ვიცნობდი ასეთ ბიჭს, ის ჩემს ქუჩაზე ცხოვრობს. როდესაც გავიგე, რომ ტყვეობიდან დაბრუნდა, ძალიან გამიხარდა. ვხედავდი, როგორ იტანჯებოდნენ მისი მშობლები, იმდენ ხანს ელოდნენ. ზოგი დღემდე დაკარგულია. ერთხელ ქალმა მომწერა დედამ, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა შვილს. მან გამომიგზავნა შეტყობინება, ჩემი შვილი სახლში დაბრუნდა. ვივარაუდე, რომ გულისხმობდა ტყვეობიდან დაბრუნდა. მან დაწერა, ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის. ღმერთს მადლობა, ჩემი შვილი სახლში დაბრუნდა. უპასუხე, რომ ძალიან მიხაროდა მისი ბედნიერება. შემდეგ კი შვილის საფლავის ფოტო გამომიგზავნა. ეჭვმეპარება. არ მინდა დავიჯერო. იქნება ამიტომაც ვერ ვამბობთ მაშინვე, რომ ის არის. იმეც ვიტოვებ, რომ ცოცხალია. კიევი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო სასამართლო ექსპერტიზის ცენტრი. სწორედ აქ მოაქვთ ამოუცნობი ცხედრების ფრაგმენტები. ყველა ნეშტი ფრთხილად მზადდება ერთ-ერთი ყველაზე რთული და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპისთვის, უცნობი ჯარისკაცის ამოცნობისთვის. დნმ-ის ტესტში შეცდომები არ უნდა იყოს. ტურიგში მონაცემთა ბაზა აჩვენებს შესაძლო დამთხოვას. შემდეგ ექსპერტები ატარებენ კიდევ ერთ მოლეკულურ გენეტიკურ ტესტს. თუ დამთხოვა დადასტურდება, პოლიციას შეუძლია ოფიციალურად ამოიცნოს დაკარგული ადამიანი და ცხედარი ოჯახს გადასცეს. თუმცა შეიძლება ადრინდელი დამთხოვაც უარყოფილ იქნას. ამისთვის ისინი ასევე ატარებენ დამატებით შედარებით მოლეკულურ გენეტიკურ კვლევებს. უარყოფა შეცდომა არ არის. ეს კეთდება იმისთვის, რომ ცხედარი არასწორ ოჯახს არ გადაეცეს და ეს არ არის არასწორი შედეგი. ძვლის ფრაგმენტს ასუფთავებენ ჭუჭხისა და დარჩენილი ქსოვილისგან. შემდეგ მას დეზინფექციას უკეთებენ და 12 საათის განმავლობაში აშრობენ. მოგვიანებით დაფქული ძვლის ნიმუშები გენეტიკურ ანალიზატორებში თავსდება. ამის შემდეგ უნიკალური დნმ-ის პროფილი მონაცემთა ბაზაში შეხავთ, რათა ჯარისკაცის ვინაობის დასადგენად შესაბამისობა მოიძებნოს. პირველი პრობლემა, რომელიც გვაქვს, გვამების მდგომარეობა. მეორე პრობლემა, დაშლის გარდა დანახშირება. საბრძოლო მოქმედებების დროს გვამები ხშირად ცეცხლის ზემოქმედებას განიცდიან. მათ, ასე ვთქვათ, ბევრი აქვთ გადატანილი. და ყველაზე დიდი პრობლემა გვამების ფრაგმენტებია.
თუ 6000 გვამია, 6000 ნიმუში უნდა იყოს. სინამდვილეში კი სიტუაცია განსხვავებულია. თუ ერთ შეფუთვაში 2, 3, 5 ან 10 ფრაგმენტია, 10-ჯერ მეტი ტესტი იქნება საჭირო. მათემატიკა მარტივია. გენეტიკურმა ექსპერტებმა 60000-ზე მეტი ნიმუში უნდა შეისწავლონ. Насправді трошки інша ситуація. В кожному, якщо пакування навіть 2, 3, 5 або 10, то це в 10 разів більше. Ну, математика дуже проста. 60 тисяч плюс зразків треба дослідити експертам генетиків. Mr. Putin, did you underestimate Ukraine? President Putin, will you stop killing civilians? President Putin, how can the U.S. trust your word? ჩვენი მოლაპარაკებები კონსტრუქციულ და ურთიერთპატივისცემის ატმოსფეროში წარიმართა. ისინი ძალიან დეტალური და სასარგებლო იყო. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაუხადოთ ჩემს ამერიკელ კოლეგას ალასკაში მოწვევისთვის. დიდი მადლობა ვლადიმერ. მადლობა ყველას. Где-то вертушка. ბახმუტის გარეუბანი. რუსული პოზიციები სულ რამდენიმე ასეულ მეტრშია. დრონებისა და არტილერიის მუდმივი ზეწოლის ქვეშ ოლექსი იუკოვი დაუყური ჯარისკაცების ცხედრების ძებნას იწყებს. გონიათ ამ წყეულ ხორცაკებ მანქანაში შესვლის არ გვეშინია? რა თქმა უნდა გვეშინია. იქ მთელი არსებით შედიხარ და ელოდები რას დაინახავ. უყურებ ყველა ხრეულს, რომელშიც საჭიროების შემთხვევაში შეგიძლია დაიმალო. და როცა ნამდვილი ჯოჯოხეთი იწყება და დრონების და ჭურვების ხმა ისმის, ვერ ხვდები, 1-2 წამით დაბნეული ხარ. შემდეგ თავს შეუძახებ და მოქმედებ. ჩაცოცხლდები და იმალები. Ну, це замішательство, вона перше там 2-3 секунди, а потім ти орієнтуєшся так спокійно, хоп-хоп-хоп, зреагував там, присів, засів, чекаєш. Обстріляли, пролетіло, покидали. Пробуємо йти. ასე შედიხარ, ყველაფერს რისკავ. ყველგან ნაღმებია. რომელიმეს დააბიჯებ თუ არა, მიწით იქნება დაფარული. თუ მავთულია, მე მხოლოდ ერთი თვალით ვხედავ, ამიტომ დავდივარ და ყოველ ნაბიჯს ვაკვირდები. რადგან ის, რასაც ვაკეთებ, არა მხოლოდ ჩემს ცხოვრებაზე მოქმედებს. ის გავლენას ახდენს ჩემს უკან მდგომი ბიჭების ცხოვრებაზე. დაბრუნდნენ ისინი. მე დავპირდი არა საკუთარ თავს, არამედ მკვდრებს, რომ მათ დავაბრუნებდი. დავპირდი, რომ ვეცდებოდი. ამიტომაც ვცდივ. Зубастик. Они часто знают, что корявым зубам они думают, что Там еще голова его где-то. А вы же вот в разные мешки? Конечно, ты шо? Каждого по одному. Ну да. А ногу в отдельный? Отдельный. Да, возьмем. Та нога она отдельно, она одна, понял, поэтому мы ее не перепутаем.
გაქვს ზურგჩანთა, რომელშიც ერთი სხეულია, ჩანთები ორი სხვა სხეულით და კიდევ ირლიაში გაქვს ამოდებული ჩანთა, რომელშიც სხეულებიდან მოგლეჯილი ხელები და ფეხებია. ამ ყველაფერს მიათრევ. მე ეცემი და ფიქრობ, ჯანდება, ახლა მოვკვდები. ძალა აღარ მაქვს. ძრავა გაჩერდა. გრძნობ თითქოს კვდები. შიგნით ყველაფერი გეწვის. სპორტსმენი ვარ, მაგრამ ფიზიკური ძალაც კი არ მაქვს, რომ ეს 5 კილომეტრი გავიარო. კუჩქებში გარბიხარ. გაძლებ ღმერთს მადლობა, რომ ეს შეძელი. მაგრამ მაინც გიწევს იმ ცხედრების წაღება, წინ რომ შეხვდება. ვიღაც სიტყვის, მოგვიანებით წავიღოთ, ახლა ვერავინ დაგეხმარებაო. მე კი ვეუბნები, არა, მაგრამ როგორ წაიღებ? აი ასე. Ніхто вам допомогти не зможе, тому що я говорю, ні. А що як ви їх понесете? Я говорю, отак понесемо. Нормально. Нормально. Діма, прийом, вийди на зв'язок. На зв'язку. Направляйся по цій дорозі, як і їхав, де забирав, висаджував. Ми там. Прийняв. Ми забираємо на ჩვენ მტრების ცხედრებიც გამოვყავს. ჩვენ მათ ღირსეულად ვაბრუნებთ. პოულობთ მათ. გამოყავს ჩვენი სიცოცხლის რისკის ფასად. ჩვენ მათ რეპატრიაციისთვის ვაბარებთ, რათა მათ ჩვენი დაღუპული კაცები და ქალები დაგვიბრუნონ. თქვენ 25 წელზე მეტია, რაც პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხართ, როცა უკან ხედებით, ფიქრობთ, რომ რაიმე შეცდომა დაუშვით? Думаете, как вы считаете, вы совершили какие-то ошибки? პირველი იმან მესროლოს ქვა, ვინც უცოდველია. მოდით ამით მოვაჩეთ. Вдвоем, нет? Я возьму. 2025 წლის ზაფხულში დაიწყო რუსეთმა დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრების რეპატრიაცია. პირველი 1000 ცხედარი გადაასვენეს პოლტავაში, სადაც ისინი საველე მორგში მოათავსეს. მსგავსი მატარებლები ჩავიდა კიევში, ლვოვში, ოდესაში, ვინიცასა და უკრაინის სხვა ქალაქებში. ცხედრები თვეების, ზოგჯერ კი წლების განმავლობაში იყო მინდვრებსა და ტყეებში. მათი მდგომარეობა ამოცნობას ართულებს. ჰერში დგას სუნი, რომელიც აღწევს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ყველა მოლეკულაში, თმის უჯრედებსა და ღრმა მეხსიერებაში. ზოგჯერ ცხედრებთან ერთად პირადი ნივთები ახლოვდა, იარლიხები, დოკუმენტები, ბავშვების ნახატები, მაგრამ ყველაზე ხშირად არაფერი. ათობით ექსპერტი და გამომძიებელი კვირებს ხარჯავს ცხედრების შესწავლისთვის, მათი მდგომარეობის დოკუმენტირებისა და დნმ-ის ნიმუშების შეგროვებისთვის. ყველა ტომარაში ვიღაცაა, მისი ვინაობაც ჯერ კიდევ დასადგენია. თუ საბრძოლო ჭრილობის სანდონიშნები გვაქვს, თუ შეგვიძლია სიკვდილის მიზეზისა და სხეულის დაზიანების მექანიზმის დადგენა, შესაძლოა აუტოპსია არ დაგჭირდეს. ვიცი, რომ სამი ძირითადი კითხვა მაქვს. პირველი, სიკვდილის მიზეზი, მეორე, დაზიანებების მექანიზმი და მესამე, როგორ უნდა ამოვიცნოთ ადამიანი. იდენტიფიკაციისთვის ვფიქრობ, რის ნახვა მენდომებოდა ეს, რომ ჩემი საყვარელი ადამიანი ყოფილიყო. რა შემეძლო შემემჩნია, რაც დაადასტურებდა, რომ ეს ის არის. წარწერები, ზომები, გარკვეული განმასხვავებელი ნიშნები. ზოგიერთ შემთხვევაში ფეხსაცმლის თასმები ძალიან სპეციფიკურ კვანძებად არის შეკრული და ჩვენ ამასაც ვიწერთ. რადგან ნათესავებმა შეიძლება იცოდნენ, რომ მათ ასეთი ჩვევები ჰქონდათ, რომ ჩექმებს არასდროს იკრავდნენ ბაფთით ან ორმაგი კვანძით, არამედ იკრავდნენ ძალიან კონკრეტული ლამაზი კვანძით. ჩვენ ამასაც კი ვიწერთ.
შემდეგ თითის ანაბეჭდების აღებისთვის თითის ტურგორის აღდგენა გვჭირდება. სავსებით შესაძლებელია, რომ ვინმე უფრო სწრაფად ამოვიცნოთ თითის ანაბეჭდით ვიდრე გენეტიკით, განსაკუთრებით თუ სხეულს აქვს ნიშანი. შეიძლება გვარიც. ეს აჩქარებს ძიებას. Тим паче, що там на тілі написано скоріше всього прізвище, що на цьому тілі також შემდეგ ეს გვარი შემოწმდება მონაცემთა ბაზაში. ვნახოთ არსებობს თუ არა თითის ανაბეჭდის ჩანაწერები, არის თუ არა გენეტიკური მასალა, მოგვაწოდეს თუ არა ნათესავებმა ნიმუშები. და თუ რომელიმე ადამიანი ერთი და იგივე გვარის არის, თითის ანაბეჭდები დაგვეხმარება ზუსტად განვსაზღვროთ ვინ არის ეს. თუ ასეთი მონაცემები არსებობს. Кілька таких прізвищ знову можеш нам допоможе дактилокарта ідентифікувати, хто саме із них, якщо є дані в такому плані. Придатний, відмінний слід, придатний У всіх однозначно. უდაუარო ეს ყველაფერი მოქმედებს ფსიქიკურად, რბილად რომ ვთქვათ. ვერავინ ვერასდროს ამატირებდა. ჩვეულებრივ მე ვარ ის, ვინც ხალხს აატირებს. Це все на психіці відбивається. Тобто я, наприклад, ніколи не замічала за მაგრამ ზოგჯერ собою ერთი раніше, წუთით що- რაღაცას წარმოვიდგენ და що მაშინ мене хтось მივხვდები довів до ხოლმე, რომ свисту, що я ცრემლები უნდა просто მოვიწმინდო. Але іноді навіть буває, що якусь картинку випливає в пам'яті, і через хвилину ти розумієш, що ой, потрібно йти сльозки підтерти в такому плані. ასეა, დაღლილობა. Втомлюваність, დიახ. да, თავს тримаєшся, იკავებ. რომ დაიშალო რას მოიგებ, ვინ გააკეთებდა მაშინ ამ буде საქმეს. робити. ცხედრებით სავსე ტომბრებს უყურებ და ვფიქრობ. მეტაოდესმე თუ მისაუბრია რომელიმე მათგანთან ფრონტზე, ან ჩამიწერია თუ არა მათი ამბავი. უკრაინელი ჯარისკაცების ცხედრებთან ერთად რუსეთმაც გააგზავნა რამდენიმე ათეული საკუთარი ჯარისკაცის ნეშტი. მაშინ როცა ექსპერტიზის ჩატარების ყველა საიდენტიფიკაციო ზომა მიღებული, გაუმძიებლებს ამ პროკურორებს შეიძლება ჰქონდეთ ფაქტობრივი მონაცემები, რომლებიც მაინც გვიშლის ხელს იმის დადგენაში თუ ვისი ცხედრის მატარებელია ეს. ზოგიერთი ცხედრის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს სხვადასხვა კვალი, იარლიკები, სამხედრო ფორმები, პირადი ნივთები. ზოგიერთი ცხედრის ვიზუალურად იდენტიფიცირება შესაძლებელია და შემდეგ გარკვეული კვლევის შედეგად სოციალურ მედიაში პოულობთ აგრესორის სახელმწიფოს ფოტოებს ან ვიდეოებს. შემდეგ ირკვევა, რომ ეს იყო რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, რომელიც ჩვენს ტერიტორიაზე შემოიჭრა. ასე რომ თუ ჩვენ შევძელით ამის გაკეთება, კითხვა ასეთია: რატომ არ გააკეთა აგრესორმა სახელმწიფომ იგივე? რატომ მოათავსეს ეს ცხედარი ჩანთაში და გამოგვიგზავნეს? Чому це тіло поклали і відправили нам? Чим відрізняється крайня репатріація? გვამების ბოლო რეპატრიაციას წინა რეპატრიაციისგან განასხვავებს ის, რომ რუსეთის ფედერაციამ გამოაქვეყნა იმ ცხედრების სიები, რომელთა გადაყვანასაც აპირებდნენ. მათ ეს სიები ოპერაციის დაწყებამდეც კი გამოაქვეყნეს. მაგრამ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინა უარს ამბობდა, არ სურდა გაცვლის თარიღების დადგენა ან გადადო გაცვლა. ჩვენი მხრიდან იმ დროს არანაირი კომენტარი არ გაკეთებულა, რადგან ყველა მიცოდა გრაფიკი, გეგმა, ყველა მზად იყო და ოპერაცია ჩატარდა. როგორც კი ოჯახებმა ნაცნობი სახელები დაინახეს, დაიწყო სატელეფონო ზარები და განმარტებების მოძიება. ყველა საცნობეს, რომ იმ მომენტში ოპერაცია ჯერ არ იყო დასრულებული. როგორც კი დასრულდა, პირველი ნაბიჯი იყო იმის გადამოწმება, შეესაბამებოდა თუ არა ცხედრები დოკუმენტაციაში აღწერილ მონაცემებს. ჩვენ შევადარეთ რუსეთის მიერ გამოქვეყნებული სია რეპატრიაციის პროცესში მოწოდებულ ინფორმაციას. და უკვე დადასტურდა, რომ სიაში შეტანილი გვამები არ შეესაბამებოდა რეალობას. მე მჯერა, რომ ეს იყო ფსიქოლოგიური ზეწოლის ფორმა დაკარგული პირების ოჯახებზე. ეს არის უკიდურესად მგრძნობიარე ჯგუფი, რომელიც ცხოვრობს დაუდასტურებელი დანაკარგის მდგომარეობაში. ადამიანები, რომლებმაც არ იციან რა მოხდა სინამდვილეში. მოკლეს, თუ ტყვეობაში არიან მათი ახლობლები. და ეს არის მათზე კიდევ უფრო დიდი ზეწოლისა და მათი მანიპულირების მცდელობა. 2025 წლის ზაფხული, ჩერნიგოვი, ტყვეთა გაცვლა. უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებმაც რამდენიმე წელი გაატარეს რუსეთის ტყვეობაში, შიმბრუნდებიან.
გაცვლისას იქ ასევე მივიდა დაკარგული ადამიანების ასობით ნათესავი. მათ ხელში უჭირავთ მათი ახლობლების პორტრეტები. ზოგს წლების განმავლობაში არაფერი სმენია ახლობლების შესახებ და იმედოვნებს, რომ მათზე რაიმე სმაინც შეიტყობს. თავდაპირველად მირჩიეს, რომ მსგავსი პრობლემების მქონე ადამიანების საზოგადოება მეპოვა და იქ მიმეღო დახმარება. სწორედ ამ ფიქრით ვიყავი იქ. ეს აქციები საზოგადოებისთვის შეხსენებაა, რომ ჩვენ არ დაუშვებთ, რომ ხალხმა დაივიწყოს სამხედრო ტყვეები ან უგზო-უკლო დაკარგულები, რადგან თუ ამაზე არ ვისაუბრებთ, არავინ იზრუნებს მათზე. და ამან მომცა მოტივაცია მხარი დამეჭირა ჩემი ქმრისა და სხვებისთვის, რათა არავინ დავიწყებულიყო, არც ტყვეები, არც უგზო-უკლო დაკარგულები და არც დაღუპულები. Білоус Андрій! Мартиненко, 25-та бригада! დრო და დრო ვფიქრობ, რომ ყველა ოჯახი, რომელსაც ვინმე დაკარგული ან ტყვეობაში ყავს, განიცდის ამ მომენტებს, ამ ემოციურ რყევებს. თითქოს გჯერა, იმედოვნებ და შემდეგ ისევ კარგავ იმედს. Юзвак з вами! Де? Гавриленко! Юра! Юра! Федяєва, ніхто не фамілія Федяєв. Ми вас шукали! Хлопці, ми вас шукаємо! За багатьох ми взагалі нічого не знали. За багатьох. ივან კუკოვიცკი, ეროვნული გვარდიის საბრძოლო ექიმი, 24 წლის. ის 2024 წლის შემოდგომაზე იცავდა დონეცკის რეგიონის ქალაქ სელიდოვოს. რადგან ორსულად ვიყავი, არ სურდა ჩემი ზედმეტად აღელვება. ვიცოდი, რომ იმ დროისთვის რამდენიმე ბიჭი გადაერჩინა. დეტალები არ უამბია. ჩვენს ნათესავებს უამბო, რომ უკვე 4 უკიდურესად რთულ მისიაში მონაწილეობდა და მეხუთის წარმატებაში დარწმუნებული არ იყო. ვიდეოზარით დამირეკა და მითხრა, ნუ ღელა, ყველაფერი კარგადაა. სელიდოვოში რომ იყო, არც კი მითხრა. მე არ ვიცოდი. მითხრა 5 დღით მისიაზე მივდივარ, ონლაინ არ ვიქნები. Я на 5 днів виходжу на завдання, не буду в мережі. იმ დღეებში სელიდოვოში შევედით ყარადაგის ბრიგადასთან ერთად, რომელშიც ივან კუკოვიცკი იბრძოდა. მინდოდა კიდევ ერთი უკრაინული ქალაქის დაცვის დროს მიმდინარე მძიმე ბრძოლების დოკუმენტირება. ქალაქი ნაწილობრივ ალყაშია მოქცეული. მიუხედავად ამისა, როგორც ჯარისკაცები ამბობენ, ბრძოლები გრძელდება. სელიდოვოს ყოველდღიურად ურტყამდნენ დრონებით, артиллериით და ჰაერით. ქალაქი რუსეთის თავდასხმებმა გაანადგურა მის ხალხთან ერთად. იმ დღეს კუკოვიცკის არ შევხვედრივარ. ერთი კვირის მერე ის ბრძოლის დროს დაკარგულების სიაში შეიტანეს. ერთი კვირის მერე სოლიდოვო რუსებმა დაიკავეს. კუკოვიცკის სოლი ხარო? ვუპასუხე კი მეთქი. შენი ქმარი დაკარგულიაო. იმ მომენტში ვერ გავიგე რას ნიშნავდა ეს, მაგრამ მიწა გამომეცალა ფეხქვეშ. კითხე, როგორ შეიძლება ასე იყოს? მითხრეს არ ინერვიულო. დაკარგული მაშინვე ცუდს არ ნიშნავს. ბიჭები ხანდახან ბრუნდებიან, მხოლოდ ერთი დღე გავიდა. ან შეიძლება ტყვე დაიყვანეს. ივან კუკოვიცკის გაუჩინარებამდე ერთი თვით ადრე მისი ქალიშვილი დაიბადა.
როგორ ჩაიარაღა მე? არა უშავდა. ზოგადად კარგია რომ დილით წვიმა დაიწყო, რამაც გასვლა შესაძლებელი გახდა. ვიფიქრეთ რომ გარეთ ვერ გავიდოდით. ღამით თერმული კამერებით აღჭურვილი დრონები დაფრინავდნენ. ბიჭებთან ერთად ბლინდაჟში ვიყავით, როცა მასიური დაბომბვა დაიწყო. ალბათ რუსებმა შენიშნეს რომ გამებს ვაგროვებდით და ცეცხლი დაგვიშინეს. Почали крити участок цей. ოლექსი იუკოვი გვიყვება, რომ ადამიანის ნეშთი ნახეს ბრძოლის ველზე. ძვალს ძვალთან სხეულის დიაგრამაზე აწყობს და ყველა დეტალს ყურადღებით ათვალიერებს. Так, фрагмент лівої лопатки. მარცხენა ბეჭის ძვლის ფრაგმენტი. Далі фрагменти შემდეგ ხრტილის ფრაგმენტები. Так, фрагменти მარცხენა წვევის ძვლის ფრაგმენტები. малої гомілкової кістки. Це як, знаєте, бутилка з водою. ეს წყლის ბოთლს გავს. Хочеш її спити? გინდა დალეო, მაგრამ ცალ-ცალკე ვერ დალევ. Бутилка і вода. ანუ ბოთლი და წყალი ერთი მთლიანობაა. душа, це вода. სული წყალს გავს, ბოთლი კი სხეულს. და ძალიან მნიშვნელოვანია ყოველფრისთვის თითოეული ფრაგმენტის წამოღება, რადგან ეს მათი ახლობლებისთვის სამყაროს ნიშნავს. ვინც ეს გამოიერა, მიხვდება რაზე ვსაუბრობ. Цілий світ. Це таке важливе. І той, хто пройшов це, вони зрозуміють, про що я кажу. Та й пацани, які воюють, вони розуміють. და ბიჭები, რომლებიც იბრძვიან, 100%-ით სახლში დაბრუნებას ისურვებდნენ. ჩვენ ადამიანს და ადამიანის გამოსახულებას ვასაფლავებთ. კუბაში მწოლიარე ადამიანი წარმოუდგენლად ძვირფასია ადამიანისთვის. ეს არის მომენტი, როცა ისინი უკანასკნელად ხედავენ შვილს ან საყვარელ ადამიანს, მამას, ძმას ან ქმარს. ეს ხდება ბოლოჯერ. Чоловіка, да, там, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უნდა დავკრძალოთ სხეული, რადგან ყველას გვწამს, რომ როცა სხეული დაკრძალულია და როცა მას უგლოვობთ, სული თავისუფლდება. душа буде вільна. ნაცნობად ამირეკა, იცი რა მოხდა, მეუბნება. არა მეთქი, შენივანია დააბრუნეს. სავარაუდოდ ტყვეების გაცვლა მოხდა. მაგრამ არ დავიჯერე, რადგან ტყვეების გაცვლა არ იყო დაგეგმილი. შემდეგ მივხვდი, საქმე ცხედრების რეპატრიაციას ეხებოდა. დავურეკე და სიკვდილის მიზეზი ვიკითხე. ექსპერტიზამ თუ დაადგინა მეთქი, როგორ მოხდა ეს. კითხე, ვისი დნმ იყო აღებული, მისი თუ მხოლოდ მშობლების. მილიონი კითხვა დავსვი, ფოტოები ვთხოვე. ბოლომდე იმედი მქონდა, რომ ის არ იყო. როდესაც დაკრძალვისთვის მზადება დაიწყო და დამკრძალვა ბიუროში მისვლა მთხოვეს, მაშინაც არ დავიჯერე. სიკვდილის მოწმობა მომცეს, საერთოდ ვერ დავიჯერე, რომ ეს მისი იყო. ეს მისი არ იყო. Я також не вірила, мені дається доступ про смерть. Я не можу зрозуміти, що це його взагалі. Це не його і все. І вже коли და როდესაც მისი ნივთები მომცეს, როდესაც მათ დავხედე, მივხვდი, რომ ეს ნამდვილად ის იყო. სხვა შესაძლებლობა არ არსებობდა. По-іншому бути не може. დიდად არ დამითვალიერებია და ვთხოვე მისთვის დაეტოვებინათ. მხოლოდ საქორწინო ბეჭედი შევინახე. ბოლო მომენტამდე სახლში დაბრუნებისას ვფიქრობდი, რომ მერე ვნახავდი და ეს მისი ბეჭედი არ იქნებოდა, მაგრამ ეს მისი იყო. Це все-таки була мама. ჩემთვის ეს ფასდაუდებელი რამაა. სახლში რო დავბრუნდი, შევინახე. ძალიან რთული მომენტი იყო იმის გაცნობიერება, რომ ეს მისი ბეჭედი იყო. რომ შეცდომა არ იყო. ნათლად მახსოვს, რომ მაშინვე დავურეკე მის მშობლებს, ხელზე გავიკეთე და ვუთხარი, რომ საბოლოოდ ეს ორი საქორწინო ბეჭედი ერთადაა.
დიახ, ეს ისე არ მოხდა, როგორც გვინდოდა, მაგრამ ის ამ ბეჭდით დაბრუნდა. ახლა კი ჩემ გვერდით არის, ის თან მაქვს. სამწუხაროდ ამ სახით, მაგრამ ასეა. ყველას ახსოვს ის, როგორც მოღიმარი და კეთილი ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად იყო დახმარებისთვის ნებისმიერ სიტუაციაში. ძალიან ცოტა სიტყოდა, მაგრამ იმდენად ზუსტად, რომ ყველა მხარს დაუჭერდა. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს ის ჩვენთანაა ყოველ ამოსუნთქვაში, ყოველ გადაწყვეტილებაში. ამ სამწუხაროდ მოკლე დროში, რაც ერთად გავატარეთ, მისი ყველა ჩვევა ჩემიც გახდა. მე ისევ მის მსგავსად ვცხოვრობ. Ფიქრობ, რომ სულ დავიწყება არასდროს იქნება შესაძლებელი. შესაძლოა დროთა განმავლობაში ეს ტკივილი ცოტა ნაკლებად მტკივნეული გახდეს, როდესაც ის შეხორცდება, მაგრამ ის არასდროს გაქრება. Державний прапор скласти. უკრაინის პრეზიდენტის, უკრაინის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის სახელით. გთხოვთ, მიიღოთ ეს დროშა, როგორც იმ სახელმწიფო სიმბოლო, რომელსაც თქვენი შვილი ერთგულად და ბოლომდე ემსახურა. გთხოვთ, მობრძანდეთ და უკანასკნელად დაემშვიდობოთ მეომარს, რომელმაც უკრაინისთვის ბრძოლაში სიცოცხლე გასწირა. Господня земля. Порох і попіл ти, людино. Порох повернеться. ქალიშვილს ველოდებოდით. 8 თვის ორსული ვიყავე, მის გაუჩინარებამდე ცოტა ხნით ადრე გავიგეთ, რომ გოგონა იყო. დავპირდი, რომ ულტრაბგერით სურათს გავუგზავნიდი, რადგან არ უნახავს. გავუგზავნე, მაგრამ სამწუხაროდ არასდროს წაუკითხავს. იმ დროისთვის ის უკვე დაკარგული იყო. Помахай. Він
кожному рішенню. ის ჩემს ყველა გადაწყვეტილებაშია, ის ჩვენს ქალიშვილშია. მასში მის ანარეკლს ვხედავ, ის მისი ასლია. Вона копія його. Давай, махай. Кажи, папа, привіт. Знаєте, важко це. იცი ძნელია სიმართლე გითხრათ. სასაფლაოზე მიდიხარ და იქ საშობაო გვირგვინი დევს. არ გინდა არც შობა, არც ახალი წელი, არაფერი. Ти папі виходиш, так? Поможи. Кажи, папа. Кажи, доця. Кажи, папа. Кажи, папа. Я до останнього вірила на სულ ბოლომდე მჯეროდა, იმედი მქონდა და ვინარჩუნებდი იმ აზრს, რომ მას ექნებოდა შესაძლებლობა, რომ ხელში აეყვანა შვილი და რომ ის მამა მის გაიცნობდა. ეს აზრი მეც ძლიერ მოტივაციას მაძლევდა ძებნისას, მაგრამ სამწუხაროდ ეს არ მოხდა. ცხოვრება ისეთი საშინელი რამაა. ერთ წელიწადში ცოლი, დედა და შემდეგ ქვრივი გავხდი. ყველაფერი ერთ წელიწადში. Всього за рік. ამ დოკუმენტური ფილმის გადაღება 2025 წლის ზაფხულში დაიწყეთ. მასალაზე 6 თვიანი მუშაობის განმავლობაში დაკარგული პირების რაოდენობა გაიზარდა. 2025 წლის დეკემბრის მონაცემებით 80,000-ზე მეტი პირია დაკარგული. Знаете, це, мабуть, така ეს ალბათ არის ოცნება, რომელიც არასოდეს ახდება. здійснена мрія. ჩემი სიცოცხლე არ იქნება საკმარისი ამ ომიდან ყველა ჯარისკაცის დასაბრუნებლად. ვერ გავჩერდები, სანამ არ ვიპოვი უკანასკნელს. ისინი საბრძოლოა წავიდნენ და ბრძოლის გარეშე ვერ დაბრუნდებიან. ჩვენც ვერ დაბრუნდებით ამ ომიდან, სანამ ისინი არ დაბრუნდებიან. როგორ შეგვიძლია დაბრუნება? ჩვენ მათი ნაწილი ვართ. ჩვენ ერთი ერი ვართ. І ми не можемо повернутися з цієї війни, поки вони не повернуться. Ну як ми можемо повернутися? Тобто ми частина їх, ми одна нація. Це розуміння останнього солдата. Բոլო ჯარისკაცის ეს იდეა არასოდეს დასრულდება, რადგან კაცობრიობა ისევ გაგიჟდება და სხვა ომი დაიწყება. სანამ ამ ბიჭებსა და გოგოებს დავაბრუნებთ, გამოჩნდება ვინმე სულელი, რომელიც ამ პლანეტაზე ახალ ბოროტებას დაიწყებს. На цій планеті. ჩვენი თაობის მთავარი მიზანი ომების თავიდან აცილება უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში დაღუპულთა მსხვერპლი ამაო იქნებოდა. ასევე გადარჩენილთა მსხვერპლიც. ომში არ არსებობენ გამარჯვებულები და დამარცხებულები. უბრალოდ არიან ისინი, ვინც გადარჩნენ და ისინი, ვინც ვერ გადარჩნენ. І переможених. Є виживші і не виживші. ფრონტის ხაზზე გადაღებული ყოველი რეპორტაჟის შემდეგ ჩემი მიერ ჩაწერილი ადამიანების ნათესავები მირეკავენ. ზოგჯერ ეს ვიდეო ჯარისკაცის უკანასკნელი კვალია. ისინი რაღაცას მაინც ეძებენ და მე თითქმის არასდროს მაქვს მათთვის პასუხები. საყვარელ სახლში ვარ. ყველაფერი კარგადაა. მიყვარხარ. კოცნი და ჩაგეხვდები. ძალიან მენატრები. დიახ, ეს ჯოჯოხეთი იყო. მაგრამ რა თქმა უნდა დავბრუნდები, საწავალ. ბიჭები უკვე სიცოცხლეს ემშვიდობებოდნენ, მე კი უთხარი, არა, ჯანდაბა. როცა მე ვარ მთავარი, ყველა ცოცხალი ბრუნდება. ზოგიერთი ბიჭისთვის რთული იყო, მაგრამ როგორც თქვი, ყველა ცოცხალი დაბრუნდა. Привіт
გამარჯობა. დღეს უკვე დნეპროპეტროვსკში ვარ. ამიტომ ავტობუსის ბილეთები ვიყიდე. დღეს ვიქნები? Зустріч არ ვიცი როდის. І буду сьогодні, коли точно ще не знаю. Так, мам, дивись, як დედა, აი ჩემი გეგმა. დღეს ჩამოვალ და ჩავავაგებ. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს სწრაფად იქნება, მაგრამ ვნახოთ როგორ წავა. І завтра ხვალ კი დილას 9:30-ზე მივდივარ. შეიძლება უფრო ადრეც. Завтра у мене ხვალ програма, і საქმე домой აქვს, я вже не ამიტომ повернусь. სახლში არ მოვალ.